გინახავთ ოდესმე როგორ ხდება ხატრული ნახატისაგან ტექნიკური ნახაზის შექმნა. ეს ესკიზი თუ გახსოვთ შეკვეთა რომ მქონდა საბოლოო ჯამში ამ იდეაზე შევთანხმდით. აქ ცენტრალური ფიგურა არის ტრანსფორმირებული მასხარა, რომელსაც ცხოვრების ძალიან ბევრი რამ გადახდენიან და დიდი გამოცდილებით არის და ნამდვილად აღარ ემასხრება, მაგრამ ზუსტად მანდ შეუძლია ისეთი სიბრძნე თქვას და ისე შეხედოს ცხოვრებას, რომ სხვა გააცინოს. მიუხედავად იმისა, რომ შინაგანად შეიძლება ტრაგედიით სავსე იყოს. ეს როგორც ადრე ვთქვით, აროს კარტის პრინციპები დაგებული გამოსახულება, ეგ სხვა ამბავია, სხვა თემა არის. ეხლა დღეს მინდა ცოტა ვისაუბრო ტექნიკურ ნაწილზე, რას ნიშნავს ტექნიკურ ნაწილი. აი აქ ეხლა უფრო ზედაპირულად ჩანახატის სკეჩის დონეზეა გამოსახული ყველაფერი და ეს უნდა მივიყვანოთ უკვე რეალობამდე. აი სკეჩსა და რეალობა შორის არის სივრცე, სადაც სულ ტექნიკური მოცემულობებია, ნახაზები, მათემატიკა, მთელი თეორიები, რომელიც შეიძლება გამოიყენო ადამიანმა და მიიღო იდეალური შედეგი. აი აქედან რას მივიღებ საბოლოო ჯამში ბოლოს გაჩვენებთ, უბრალოდ 1-2 სიტყვით მინდოდა გამეზიარებინა ის გამოცდილება და ის ხედვა, რაც წლების განმავლობაში დავაგროვე. მოკლედ, აქ უნდა იყოს სადღაც 7 სანტიმეტრი 12 სანტიმეტრზე. ეს დაახლოებით ფიბონაჩის რიცხვების პარამეტრებია 8 სანტიმეტრი 13 სანტიმეტრზე. მე რომ გითხოთ, ემოციის ნაწილია უფრო აგრძელებული რომ არის, ეს არის კლასიკის ნაწილი და კლასიკური ოქროს კვეთის პრინციპებით აგებული სიგრძე და სიგანე თანაფარდობა. მე შევეცდები აი ამ ყველაფერში მოვათავსო ხა ეს კომპოზიცია, ისი აბაგო ყველაფერი და მე უკვე ემოციას შიგნით დავიჭერ, როგორი მინდა და რა მინდა რომ იყოს. მოკლედ, რეალურად ეხლა ეს არის 13 სანტიმეტრი 8 სანტიმეტრზე. რატო 13 და რატო 8? ძალიან მარტივად შეგიძლიათ მოძებნოთ. თუნდაც დაგუგლოთ, ეს არის ფიბონაჩის რიცხვები და ეს თანმიმდევრობა მე პირდაპირ პატერნს მაძლევს, პირდაპირ სქემას მაძლევს, რომ ძალიან მარტივად მივახციო კლასიკურ გამოსახულებას, რომელიც არაცნობიერ დონეზე მიცავებია. და მივახციო ისეთ გამოსახულებას, რომელიც მიუღებელი არ არის მინიმუმ. აი ამაზე დაფუძნებით უკვე შემიძლია ისეთი დეტალები შევიტანო, აი შემოვხაზო საზღვრები და შიგნით თუნდაც გავაჯაზო. ეს მოცემულობა არის. დღეს აი ამის გაზიარება მინდოდა. აი ამ პროცესს საკმაოდ დიდი დრო დაჭირდება და გზადაგზა ყველაფერს გაჩვენებთ. ვისაც გაინტერესებს, შეგიძლიათ დამაფოლოოთ, დამალაიქოთ, გამომყვეთ YouTube-ზე, Instagram-ზე და TikTok-ზე.